Formula 1 მშვიდობის სეტანტა სპორტსი და ვისოლი წარმოგიდგეთ გადაცემა ბოქსებს ტრადიციულად პაატასთან და ლიოსთან ერთად. მოგესალმებით, გეტყვით რომ გადაცემის სპონსორია ენერგია ბორჯომისგან 100%-ით ნატურალური ენერგეტიკული სასმელი. სანამ დავიწყებთ Silverstone-ის განხილვას, გეტყვით რომ თუ გნებოთ Formula 1 დაესწროთ პირდაპირ ტრიბუნებიდან, გადაამოწმეთ ევროპის ტურები Match-Day წერტილი ტურსზე. წავედით Silverstone-ში, ხო? წავედით და ერთადერთი ვარჯიში სპრინტერული რბოლა და ის ერთადერთი ვარჯიში მოიგო ლუის ჰამილტონმა და ამითი გამოჩნდა რომ აი აქაც ისე ხო სხვადასხვა სექტორზე სხვადასხვა გუნდი იყო სწრაფი და Ferrari განსაკუთრებულად სწრაფი იყო მესამე სექტორში. ხო, პრინციპში დამახასიათებელია ეგ ამ რეგლამენტზე, მაგრამ წინასწარ ვიცოდით ის რომ ავსტრიაზე უკეთ უნდა გამოსულიყო Ferrari აქ და მეტი დამწოლი ძალის მხრივ უკეთ სიტუაციაში იყო Ferrari, პლუს ამას არ ცვდებოდა აქ უკანა საბურავები, ცვდებოდა წინა და ესეთ სიტუაციაში Ferrari უკეთესია ხოლმე, რაც საბოლოო ჯამში რბოლაზეც გამოჩნდა, ხო, თუმცა მოდი გავყვეთ სპრინტ კვალიფიკაციას, გავყვეთ სპრინტს, რომელიც არ ვიცი, სპრინტი იყო ძალიან საინტერესო ჩემთვის და ძალიან სანახაობრივი. სპრინტი განსაკუთრებით სანახაობრივი იყო პირველი წრეები, სადაც არ ვიცი, ერთმანეთს არ ინდობდნენ საერთოდ. ხო, ბოდიში სადაც ლუისმა მოიგო, ხო, სპრინტ კვალიფიკაციაც პირველი ვარჯიშის მსგავსად და ეს იყო მთავარი მომენტი, რომ იქ მე მაინც ვიტყვი, რომ ლუისის ოსტატობის ხარჯზე მოხდა ეს ყველაფერი, იმის მიუხედავად რომ მესამე სექტორში სასწაული იყო Ferrari. მაინც ის ხვაობა რა სხვაობითაც კი მის მოუგო ლუისმა, ეს იყო სწორედ ლუისის დამსახურება. კი, ნამდვილად ესე იყო 11/1000-დი არის სწორედ ის, სადაც შეუძლია ტოპ პილოტს მაგალითად გამოწუროს იმ ერთ წრეზე და მოიგოს კვალიფიკაცია. უბრალოდ თვითონ უკვე სპრინტზე თავს ზემოთ ძალა აღარ იყო ბოლიდში, რომ შეენარჩუნებინა ეს პოზიცია. რაღაც მომენტი კი ინარჩუნებდა კიმისთან, იცავდა თავს, მაგრამ ბოლოს მაინც იჩინა თავი იმან, რომ Mercedes-ის ბატარეა გაცილებით უკეთესია ვიდრე Ferrari-ის, ხო? აი, თავზემოთ ახტა და მე მაგასაც არ ველოდი, რომ ამდენი ხანი პირველ პოზიციაზე დარჩებოდა ლუისი სიმართლე რომ გითხრა. ჯამში ხო ჰანგარზე დავინახეთ თუ რამ ხელა სხვაობა იყო თან ჩვენ გქონდა ხო ტიტრი იქ იდენტურ დროს Verstappen-ს გაასწრო Russell-მა ზუსტად ასეთი უპირატესობით თითქოს Ferrari და Red Bull გაფუჭებულები იყვნენ ტრასაზე ასეთი სხვაობა იყო გასწრების მომენტში. ნორისი შევაქოთ აუცილებლად სპრინტზე ძალიან კარგად იარა მესამე ადგილზე გავიდა და ხო ამით კიდევ ერთხელ აჩვენა რომ წლევანდელ წელს ძალიან კარგ ფორმაშია და აი თუ იყო მაგალითად ჩარშანდელ სეზონში ხო სადაც ჩემპიონი გახდა რომ აი ბოლიდის ხარჯზე გახდა ჩემპიონი, ბოლიდმა გახადა ჩემპიონი, წელს შემიძლია ვთქვა, რომ ლანდო მიათრევს უკვე ბოლიდს. აი, კიმი როგერზე გადავწიოთ, ჩემთვის არ ვიცი, ძალიან სუბიექტური ვიქნები ამ მომენტში და ვიტყვი, რომ ლანდო არის ჯერჯერობით საუკეთესო, ვისაც ვადევნებ თვალს, თუ გავითვალისწინებთ იმ პრობლემებს, რა პრობლემებიც აქვთ პილოტებს. კი ბატონო, ნამდვილად ასე არის. სპრინტი საბოლოოდ მოიგო იტალიელმა ანტონელიმ, ჰამილტონი გავიდა მეორეზე და ნორისი მესამეზე ბრიტანელებს მოპარა, ესეთი ზეიმი კიმი ანტონელი. წავიდეთ უკვე ძირითად კვალიფიკაციაზე, სადაც ასევე უკვე ფავორიტად ითვლებოდა Ferrari, იმდენად კარგად გამოიყურებოდა, თუმცა აქაც ანტონელიმ მოპარა Ferrari-ის ზეიმი. ხო, აი როგორ იყო, იცი, თითქოს Mercedes-ი არ იქნებოდა აქ მარტო და Mercedes-თან ერთად Ferrari-ც იქნებოდა ის ძალა, ვინც რაღაცნაირად შეებრძოლებოდა, ხო, და არ გვექნებოდა რაღაც მოსაწყენი კვალიფიკაცია, სადაც უკვე დაწყებამდე ვიცით, რომ Mercedes-ის არის პოული, დროის მიხედვით რომ შევხედოთ ბოლოს ისეთი წრე გამოაცხო ანტონელიმ, რომ გასაგებია ეს მომენტი, მაგრამ მთელი კვალიფიკაცია მაინც იყო დაძაბული, მაინც ველოდებოდით, რომ იქ ლუისი რაღაცას იზავდა, ეს შარლის ბოლო წრეც რა მაგარი იყო, ხო? ერთადერთი ვინც ვიცოდით რომ ვერაფერს ვერ იზავდა ეს ხო Red Bull-ი და Red Bull-ი უფრო კიდე სადღაც არსებობდა რაღაც ჩანსი, მაგრამ აი McLaren-ი იყო. McLaren-ის ძალიან ცუდი კვალიფიკაციო ტემპი აქვს ზოგადად, რასაც ვაკვირდები ამ სეზონში. მოულოდნელად ცუდი იყო. კი, იქ ჩემთვის გასაკვირი კვალიფიკაციაში კიდევ ის იყო, რომ ჰაჯარმა აჯობა ხო Verstappen-ს რაღაცა არ წაუვიდა კვალიფიკაცია Max და ის თქვა კიდევ რომ Racing Bulls-ი იყო პირველ სექტორში სასწაული საკვალიფიკაციო სესიაზე, ხო? იასამნისფერ სექტორებს აჩვენებდნენ, ცვლიდნენ ხან ლინდბლადი, ხან ლოუსონი, თუმცა აი მესამე სეგმენტში მაინც იჩინა თავი Racing Bulls-ის ბექმარკერობამ, ხო? ანუ მაინც უკან არიგების ბოლიდი არის დიდი სხვაობა იყო და ვეღარ გაუწია კონკურენცია
კონკურენცია უკვე ლიდერებს. ლიდერი გუნდები მაინც საბოლოო ჯამში პირველ და მეორე სეგმენტში არაჩვენებენ თავიანთ მაქსიმუმს. იქ აჩვენებენ იმდენს რომ გადავიდნენ უბრალოდ მომდევნო სეგმენტში და აი მესამე სეგმენტში უკვე დებენ თავის მაქსიმუმს და ჩდება იქ რომ საკმაოდ დიდი ურსკვლელი არის ტოპ 4 გუნდს და დანარჩენებს შორის. ხო დაახლოებით ისეა რა, მერვეთ ფინალში რომ რაღაც სხვანაირად თამაშობ. მოდის მეოთხედ ფინალი ცოტა უფრო ვეღარ თამაშობ და ნახევარფინალი ყველაზე რთული. აი ეს სეგმენტები დაახლოებით ასეა ხოლმე. ვისის თქვა ხო Racing Bulls იმიტომ მქონდა პირველ სექტორში საუკეთესო სისწრაფე და იასამნისფერი სექტორები რომ ნაკლებად არის მიდრეკილი წინაღობას და ძალიან სწრაფია სწორ მონაკვეთზე. აუდიზე თქვა შეგვიძლია იგივე და ჯამში პროგრამა მაქსიმუმი იყო ალბათ ხო რომ ორი მანქანით Racing Bulls დაესრულებინა ბოლო სეგმენტში. ეგრე. ხო, კი მოიგო საბოლოო ჯამში და ვიღაცებისთვის გასაოცრად ლეკლერი იყო მეორეზე, იმიტომ რომ მთელი უქმები თითქოს ჰამილტონი ჯობდა. კი, თან ჰამილტონი Silverstone-ის პატრონია, ესეც ვთქვათ და არ ვიცი, პოდიუმზე არის 16 ჯერ ნახყოფიან Silverstone-ზე, რა 9 მოგება აქვს. არ ვიცი, ალბათ ყველაზე მაგრად ისტორიაში პილოტი რა ტრასას ერგება, პირველ ადგილზე იქნებოდა ლუის ჰამილტონი Silverstone-ს. ბერგერი და ჰოკენჰაიმი. ბერგერი ჰოკენჰაიმი, ეგეთ რაიკონენი და ბელგიაც უეჭველი უნდა ითქვას. წავიდეთ, მოგდით ბოლაში და ჩამოუყვეთ ხო ჩვენ გუნდებს და თქვათ დავიწყოთ კადილაკით. კადილაკით, თუმცა სტარტზეც თქვათ ორი ოდესი თქვა ხო, სანამ კადილაკზე გადავალთ, სტარტზე ანტონელის ჩაუქროლეს ფერარებმა. რაღაც წინარბოლებში ფერარებს თითქოს არ ქონდათ ეს ტრადიციული კარგი სტარტი, რაც სეზონის დასაწყისში იყო, თუმცა აქ ეს მოხდა. ორივე ფერარიმ გადაასწრო ანტონელის. ძალიან კარგად იმუშავეს. როგორც მანქანამ, ასევე პილოტებმა სტარტზე, ლეკლერმა ჩაიგდო ხელთ უპირატესობა, ლუისი გადავიდა. ლუის მეორეზე გადავიდა და უკვე ანუ ეს იყო საკმანძო ამ რბოლაში რა. ეს შეგვიძლია ვთქვათ და ლეკლერის გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდო ლუის ჰამილტონმა იმ ხრივ, რომ დიდი ხანი აჩერებდა ანტონელის და მისცა საშუალება ლეკლერს რომ დაახლოებით 4 წამზე ასულიყო და ამხელა ჰანდიკაპი ქონოდა. ეს იყო გადამწყვეტი ამ რბოლაში. კი, სტარტზე კიდევ გარეულობებიც იყო, რამოდენიმე კონტაქტი იყო საერთოდ ტრასიდან გადავარდა იქ ბერმანს და ალბონს შორის იყო კონტაქტი და საბოლოო ჯამში პიასტრის გატეხილი ფთა რატო იყო არ გვაჩვენეს. არ გვაჩვენეს, მაგრამ პიასტრის ინტერვიუ წავიკითხე და Racing Bulls-ის სენდვიჩი მოხდა და ამის გამო ხო, იქ ეთყობოდა აშკარად სენდვიჩი იყო Racing Bulls-ში. სავარაუდოდ ეგრეც იქნებოდა, კი. თუმცა პიასტრის ამან გაუფუჭა საბოლოო ჯამში რბოლა. ძალიან ცუდი რბოლა გამოუვიდა ოსკარს. დავიწყოთ კადილაკით, პერესი, ბოტასი. ბევრს ვერაფერს ვერ ვიტყვით. ერთად შეუძლია ვთქვათ, რომ აქტივ შეუძლია კადილაკს შეიტანოს ეს რბოლა, იმიტომ რომ ორივე პილოტმა დაასრულა, რა კატასტროფა იყო წინა რბოლაზე, ხო, ავსტრიაში. ძალიან მცირე ნაბიჯებით, მაგრამ კი, ნელ-ნელა წინ უკან მიდიანო ვერ იტყვით. მე-14, მე-16 პოზიცია 20 დასრულებული, 19-მა დაასრულა მაქსი უბრალოდ კლასიფიკაციაში ჩაითვალა, თორე 19-მა დაასრულა და მე-14 ადგილი 19-დან მე-14, მე-16 ცუდი ნამდვილად არ არის. კი, Silverstone-ზე კადილაკისთვის. მოკლედ აქტივში შეუტანდოთ კადილაკს ეს რბოლა. ალპინზე რა შეგვიძლია ვთქვათ? ორმაგი ქულები, თუმცა ეს ორმაგი ქულები არსაიდან. არის რეკლავს იმ რეალობას, შედეგი რა რეალობაც არის ალპინში. ორმაგი ქულები ვერ იქნებოდა, რომ არა ანტონელის ჯარიმა, რომ მაქსის გამოთიშვა, კი ბატონო, იბრძოდა გასლი, ქვითომ ქულებისთვის აღარ მახსოვს საინსმა და გასლიმ რამდენჯერ გაცვალეს ერთმანეთში პოზიცია. ჯამში ეს ის ალპინი აღარ არის, რომელიც იყო სეზონის სტარტზე, არ ვიცი, თითქოს აუდის ჩაუარა. ხო, ანუ თვითონ დეგრადირდა, ან აუდი, მაგრამ აუდისაც არ ეტყობა რაღაც მომატების უბრალოდ რაღაც ერთ ადგილზე გაიყინა თითქოს ალპინი და ზოგადად ეს ყველაფერი დაეტყოთ Racing Bulls-ის გარდა ყველას თითქოს. აუდის ძალიან უხდებოდა ეს ტრასა და ეს ძალიან დაეხმარა აუდის. აი რაც შეეხება ხო ალპინი არ ვიცი, გასლი ისევ და ისევ კარგია, რაც არ უნდა მიჭირდეს ამ სიტყვების თქმა. სეზონის სტარტი პორტოლეტოზე რომ მივალთ, ნახე რამდენი უნდა რამდენი უნდა აქ პორტოლეტო. კოლაპინტოც კარგი იყო, იმის მიუხედავად რომ ძალიან შეგვაშინა კვალიფიკაციაზე. კი.
კმაყოფილები უნდა იყვნენ მოკლედ ფრანგები შედეგობრივად, მაგრამ გასაკეთებელი არის ბევრი. ეს სამუშაო ბევრი აქვს, თუმცა ორმაგი ქულები ჩაიწერეს, რაც რეალურად არ ეჯგანებოდა ალპის. ხო, მაგრამ ეს ქულები შეიძლება სადღაც Racing Bulls-თან ბრძოლაში ძალიან გამოადგეს. Racing Bulls-თან მე მგონია რომ უკვე სეზონი გრძელია. გაუჭირდებათ ბრძოლა. თან პროგრესირებს Racing Bulls-ი რა. აი კანადაში ჩატანილი განახლებების მერე Racing Bulls-ი საერთოდ Racing Bulls-ი გახდა Red Bull. აუდი გისმენ. აუდიზე მივედით 100 მილიონი. ხო, აუდიზე რა შეიძლება ითქვას? კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალიან მოუხდათ ეს ტრასა პორტოლეტოს გემრიელ უკმას ბოლოსკენ შემოვინახავ. უკემერგზე ვიტყვი რომ იქ საბურავების გახურების პრობლემა ჰქონდა და იმიტომ დაქვეითდა რომ მოცურდა სადღაც თავიდანვე იცოდნენ ის პრობლემები თურმერის გამოც მერე გამოეთიშა ჰალკი და მოკლედ ჰალკისთვის ცუდად წარიმართა. არა და რამდენი უკან გადავარდებოდა პოზიციებს იგებდა და ამოდიოდა წინ, ხო? რეალურად ჰალკს რომ არ შექმნოდა პრობლემა გადაცემათა კოლობზე, დიდი ალბათობით ქულას აიღებდა ნიკო წლევანდელ სეზონში პირველად. კი, ალბათ ორმაგი ქულები ექნებოდა თახაც, აი დავიწყებ. ბორტოზე მართლა ძალიან კარგი იყო გაბი. ლოუსონებს კი არა Racing Bulls ესაც ლოუსონები გახდა Racing Bulls ებძოდა ხო? ანუ არ ჩამორჩება. ძალიან კარგი იყო, მართლა ძალიან კარგი იყო, ახასიათებს ზოგადად ამ პილოტს, ხო? აი თუნდაც ჩარშანდელი მონცა რომ გავიხსენოთ, იქაც ძალიან კარგად გამოვიდა. გასაგებია ხა აუდი და ზაუბერი თუ არ მოერგო რაღაც ტრასას მართლა სასწაულს. ბორტოლეტო კი არა, არ ვიცი, ძალიან დიდი პილოტები ვერიზამენ. ძალიან კარგი იყო. ბევრი გადასწრება შეასრულა. კი, თავიდან განსაკუთრებით. პირველი 5 წრე ქონდა, არ ვიცი, სასწავლო კარიერაში, მე მგონი სასწავლო, საუკეთესო 5 წრე ქონდა. დაკარგა პოზიციები. და როცა შეძვრა ათეულში, სხვა შორის ვიწინასწარ მეტყველე ეგრო იმდენად მაგარი ტემპი ქონდა, რომ შეიძლებოდა Racing Bulls-ისთვისაც შეექმნა პრობლემები. ახლოს. ჯამში პირველ სტინზე სადღაც მიუახლოვდა, მაგრამ მერე დაჩერდა სადღაც რა, მაგრამ უკვე აუდი რომ ქულებში იყო, ეს ძალიან დიდი წარმატება იყო და თქვენს კიდეც რომ ჩვენ ვეცდებით რომ ქულებისთვის ვიბრძოლოთ, რადგან Silverstone-ზე ხედავთ ამის შანსს და შვენიერი მერვე პოზიცია, არ ვიცი, 4 ქულა ამაზე. ერთი ქულაც რომ აეღო, თუნდაც კიმი არ ყოფილიყო გამოთიშული, მაქსი არ ყოფილიყო გამოთიშული, მაინც ამსახურებული ქულა იქნებოდა ეს და არა რაღაც შემთხვევით მოპოვდა. 11-ზე არ მდგარა და ვიღაცის გათიშა, ანუ თვითონ ამოიწია აქამდე, იმიტომ რომ კვალიფიკაცია არ ჰქონდათ კარგი. კვალიფიკაციაში ბორტო მე-11 იყო, სტარტზე ჩამოვარდა ძალიან ტრადიციულად აუდის დიდი ტურბინის გამო ისევ დაქვეითდა უკან. ჰასზე რა ვქნათ, გავჩუმდეთ უბრალოდ. ბიჭო, აი ჰასი გავიგე რა. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ჰასი. წინაზე გახსოვს რომ ვთქვით ოკონმა თქვა მეთქი რომ კარგი სტარტები გვაქვს. ბერმანმა სტარტი ისევ არ გამოგვდისო. ანუ ცოტა ვერ გავიგე ამ გუნდში რა ხდება. რაღაც ტოქსიკური ძალიან ტოქსიკია ესეთი შთაბეჭდილება მრჩება, ოკონი ბერმანიც ერთმანეთს დიდად არ ყვარობენ, იქ კამაცუც კიდე გასაგებია მაგრამ კამაც ვერ აკონტროლებს ამას რა. აი ეგ პრობლემა აქვს ზუსტად ჰას და აი ეს ტოქსიკურობა გადმოდის უკვე შედეგებზე, ხო? შედეგებზე ისახება. იქ არც კამაცუს და ოკონს არ აქვს დიდად იდეალური ურთიერთობა. ხო, ვითომ ამბობენ რომ გვაქვს და ყველაფერი მშვენივრად არის, მაგრამ მშვენივრად ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ ყოველი რადიოს მერე მართლა ლანძღავენ ერთმანეთს, პლუს მანქანა არ ვიცი, ბოლოს კარგად ჰასი როდის გამოვიდა როგორც გუნდი, მე არ მახსოვს. ერთი ოლი მეწოდება ძალიან. ხო, ოლი ოკონზე რო აღარაფერი, თქო უღუპავენ კარიერა. მესამე რბოლა ზედიზეთ ჰასს ქულა არ აუღია წარმოიდგინე. ის ქულაც მონაკოს ქულა. ხო, ანუ ფაქტიურად შემთხვევით აღებული ქულები იყო მონაკოში და ხო კანადაში ბერმანმა ბოლო ქულა აიღო კანადაში. მოწარმოილა არაფერი არ უქნია. ოლის არა და რა სტარტი ქონდა ხო პირველ ბოლოში 6 ქულა, მეორე ბოლოში სპრინტის ჩათვლით 11 ქულა აიღო. ოლიმ და რეალურად დარჩა ეს 18 ქულა რაც პირველ ორ ბოლოში იყო პლუს 1 ქულა ხო 17 პლუს 1 ქულა ეს რომ არა შეიძლება ჰასი ახლა საერთოდ ძალიან ქვემოთ ყოფილიყო 10 ქულაც არ ქონოდათ ძალიან გაიგო, მე ერთად ილას გაჩერდი.
ასტონ მარტინსაც შეუძლია რაღაც ხრივ აქტივში შეიტანოს ეს ბოლა, ტემპის ხრივ არც ერთ ვარიანტში არ არის აქტივში შესტანი, მაგრამ იმით არის, რომ ორივე პილოტმა დაასრულა აქაც. მე მგონი უკვე ამოვიდათ მაგასაც ყელში ეს ორივეს დასრულება ალონსო დაწყებული არ იყო, ჩაუხრა მანქანა. ხო, ეგ რა იყო. ბოქსებში რო შევედიო, გამოვედიო, კიდე რაღაც პრობლემები ქონდა, ანუ რამდენიმეჯერ შევიდა მარტო მაგიტომ, რომ პრობლემები ქონდა. მარტო აჯობა სტროლმა. ხო, სხვანაირად სტროლმა რა ჯობოს ალონსოს. არ ვიცი, ელოდებიან ზანდვორდს, ძრავი უნდა გაუმჯობესდეს ზანდვორდში და იმედი მაქვს, მე ძალიან მინდა რომ ამოიწიოს ფერნანდომ და ასტონმა და მე უნგრეთში ექნებათ უკვე აეროპაკეტის განახლება. მაგრამ ეს სეზონი რო ჩაგდებულია, მაგას მე მგონი კამათი არც ჭირდება და დავა. 2027-ისკენ აქვთ მთელი რესურსი უკვე გადასროლილი და იმედია, არ ვიცი 2027-ში მაინც იქნებიან რაღაც ანგარიშ გასაწევი ძალა უკვე იქამდე მივედით, იქამდე დავედით, რომ ნეტა ქულებისთვის მაინც იბრძოლოს, როცა სეზონის სტარტზე საერთოდ ტოპებში შეყავდათ, ხო, სანამ ტესტები გვექნებოდა, ხო? და ისიც თქვა, ხო რა, ჰონდა რა ცუდი იყო? არ იყო ცუდი. უბრალოდ ისევ აი ალონსო ჰონდას წევლა არის ერთმანეთისთვის. ალონსო ჰონდა ცუდია, როცა ალონსოზის იმ მანქანაში. ამ პირიქით. პირიქით. მაგრამ პირიქით რა ალონსო არ არის ცუდი. ალონსო ცუდი არ არის. არც ერთ ვარიანტში არ არის ალონსო ცუდი. წავიდეთ Racing Bulls-ში. Racing Bulls-ში ლოუსონებში. Lawson Bulls-ში წავიდეთ, რომელიც არ ვიცი მე სერიოზულად დავფიქრდებოდი უკვე Red Bull-ის ადგილას Lawson-ზე, რომ გაუხანგრძლივო კონტრაქტი და მაქსის მაგრად გადაიყვან. მაქსი თუ წავა Red Bull-დან რატომაც არა ხო? არ ვიცი მე ვერ ვხედავ ყოველ შემთხვევაში სხვა კანდიდატს. ლინდბლადიც რატო არა მშვენი? არა, ეხლა ლინდბლადით რო გადაახმე Lawson-ს ცოტა საწყენი იქნება. ორჯერ მეტი თუ გებს ამ მომენტში ხო ქულებით ეხლა. კი, ქულებით საკმაოდ დიდი უპირატესობა აქვს. Lawson-ს ძალიან მაგარი. არა, კიდე ერთი შანსი მაქსის წასვლის შემთხვევაში, კიდევ ერთ შანს ნამდვილად იმსახურებს Liam Lawson-ი და გარწმუნებთ ეს სხვა Liam Lawson-ი იქნება Red Bull-ში ვიდრე იყო იმ სამრბოლაში, რომელიც საერთოდ მე მგონი არც გვინახავს. თუმცა Liam-მა Lawson-ები გააკეთა. ამ ბოლოში რამოდენიმე სამოხრუჭე. სპრინტში იყო, როცა ჰაჯარს სუდი Liam-ები. ჰაჯარი დაბლოკა პირდაპირ სამუხრუჭე ზონაში შეიცვალა ადგილი და იქ ჰაჯარმა კი თქვა რომ ეს რა არის რასაკეთებს Lawson-იო, თუმცა რბოლა რო დასრულდა საერთოდ სხვა ინტერვიუ. მაინც ერთი კორპორაცია და ეხა Lawson-ს და Racing Bulls უფრო ჭირდება ქულები ვიდრე ჰაჯარს უწყვეტს ეხა ეგ ერთი ქულა რამეს და მაინც ეთყობა თვითონ ჩაახშეს ეს ყველაფერი და FIA შემოიფარგლა იქ უბრალოდ გაფრთხილებით რაც ფორმალობაა ხო. Williams-ში ამოიცა ლინდბლადზე არ ვთქვათ 1-2. ხო, ლინდბლადზე რა. ადი ძალიან შე. ლინდბლადი მიყვება Lawson-ებიო და Lawson ლინდბლადები, double L-ი არის. double L-ი არის, ხო. არა, ლინდბლადი, Lawson-ის ფორმა რომ არა ლინდბლადზე ბევრად მეტ შესაძლებს სიტყვას ვეტყოდით, უბრალოდ იმდენად ჩრდილავს და იმდენად კარგად გამოიყურება Liam ეხლა მოუნდა მაინც. არა და არ ვიდი, კვალიფიკაცია მოუგო საბოლოო ჯამში. სტარტზე იქ პრობლემები შეექმნა და დაქვეითდა, მაგრამ ისევ ის ხო ორმაგი ქულები მე რამდენად ორმაგი ქულაც არის და ორმაგი ქულაც ხო მე რამდენად მე-6-ე მე-7-ე ეხლა ძალიან მაგარი შედეგი არის. ალბათ ბოლო წლებში ისაკი და არ ვიდი არიან, ნუ მაქს არ ვთვლი აი ქულების მხრივ რა. მაქსის დროს ახლა ესეთი არ იყო ის ტორო როსო. ყველაზე კარგი ახალბედები არიან, ვინც მახსოვს ბოლო წლებში Racing Bull-ში, ნუ აღარ ჩავდივარ იქ ფეტელამდე და მაქსამდე ახლა. აი ბოლოს აი ალგერსუარები და ისინი რა უემი საუკეთესო. ეგ შემადგენლობა არ ვიცი, მე მგონი ჰაჯარიდან, ნუ ჰაჯარი უეჭველა და ლინდბლადს კიდე ჯერ მაინც ექნება. ეს იყო საუკეთესო შედეგი მონაკოსთან ერთად, რაც მონაკოში ჰქონდათ. იგივე შედეგი გაიმეორეს, თუმცა ქულები მონაკოზე მეტი აიღეს, იმიტომ რომ Liam-მა სპრინტზეც მოახერხა ერთი ქულის აღება. მოკლედ, ბრავო, Liam-ი სესიას აღარ ტოვებს, რომ ქულა არ არის. ბოდიში იმის მიუხედავად რომ ეს ცოლოვიც იგებს და იგებს მესამე ბოლა მოიგოს მაგარი არის ცოლოვის ფორმულა 2-ში ზედიზედ მესამე ბოლის მოგება ხო წარმოგიდგენია რამხელანი ისთან გვაქვს საქმე და რაღაც ისიც ცოდვა იქ მომავალ წელს რომ ალბათ გახდება ცოლოვი ჩემპიონი იმიტომ რომ არ ვიცი ვინ და შეაჩეროს ეს ბიჭი და
ძალიან შემეცოდება რომ მომავალ წელს არ მოიძებნოს სოლოვისთვის ადგილი ფორმულა 1-ში. თან ისიც არის რომ Red Bull-ი არ გაუშვებს სოლოს ხელიდან. არა, არ გაუშვებს. შეიძლება სადღაც წაიყვანოს რაღაც R&D-ის სახით, როგორც ფეგურჩი გვაქვს ხოლმე, ხო? გამოცდილება რომ უბრალოდ განათხოვროს ცოტა ხანი. მაგრამ აი დაგვეჩაგრა ხო ფორნაროლი დაგვეჩაგრა შარშან ესე ფორმულა 2-ის ჩემპიონი, რომელიც ვერსად ვერ მოხდა, კი არის McLaren-ის ტესტერი, მაგრამ საბრძოლო მანქანაში ვერზის. აი ეს არ მინდა სოლოს დაემართოს და არც ლოუსონი არ მინდა სადღაც რო გაუშვა. კი ბატონო. ასე ნამდვილად. მაგრამ არც ოკონი მინდა. არა, მე მგონი ოკონის დრო იწურება ფორმულა 1. ეპოქა სრულდება. ესტებანს. Williams-ში წავიდეთ Racing Bulls-იდან და Williams-ი თითქოს რაღაცა ერთი ნაბიჯი წინ უნდა წასულიყო, თუმცა ეს ერთი ნაბიჯი იყო მხოლოდ სპრინტ კვალიფიკაციაში Haas-ზე უკეთ გამოსვლა. დანარჩენი არც ბოლაში ვერ გამოვიდე Haas-ზე უკეთ. და ზოგადად რაღაც აი ალბონსაც და საინსაც რო უყურებ, ჩამქრალები არიან თითქოს. საინს ამბოლ დროს დაყურებული ხარ, გათასულია რაღაც წესებზე საუბრობს, რაღაც წესები ის შევცვალოთ. ყველას ცუდი რაც დაემართა Williams, განახლებები ჩაიტანა და საერთოდ არ იმუშავა განახლებებმა. ანუ წარმოიდგინეთ, ახარჯეს ფული და ეს განახლებები არ წაადგათ, ეს უფრო საგან გაშუა მათთვის, ვიდრე ის რომ აი ეს რომ ყოფილიყო განახლებების გარეშე კიდევ ერთი უქმეები, კიდევ რაღაცნაირად აიტანდნენ და იმედი ექნებოდა. ესე იგი რაღაცა უფრო სიღრმისეული პრობლემაა. ეხლა არ ვიცი რა უნდა შეცვალო. კიდე ის კომიკური სიტუაცია ხო? როცა უსაფრთხოების მანქანა იყო ტრასაზე ბოლაში და როცა მიიღეს ბრძანება მრბოლელებმა რომ წეზე ჩამორჩენილები უნდა გადასულიყვნენ უკან საინსი დააჯარიმეს იმაზე რომ საინსი არ იყო წეზე ჩამორჩენილი და წავიდა ერთი წრით დააჯარიმეს საინსი საერთოდ ესეთი უცნაური ჯარიმა ხო უნდა ეთქვა ინჟინერს კარგი კარლოსი ალბათ იმდენად ცუდი რბოლა ქონდა რომ საერთოდ სხვა რაღაცაზე ფიქრობდა არა არც უნდა ანუ თვითონ შეიძლება ვერ მიხვდეს ხო გავიგე უნდა უთხრას იქ ანუ საერთოდ ინჟინერები რისთვის არიან აბა ანუ ამ ხელაწვდომა გაიტან იეგომ ვერ იმუშავა ნამდვილად საბოლოო ჯამში ხო ნუ ის ალბომის სისულელეც ალბომს ხო ალბომმა აშკარა მის შეცდომა იყო ბერმანს გაუფჭარბოლა თქო ეხლა ვერ იტყვი იმიტომ რომ მაინც არ იქნებოდა რაღაცა განსაკუთრებული ვარსკვლავებს ვერ მოწყვეტ და სავარაუდოდ Haas-ით ბერმანი თუმცა ხო რაღაც ხრივ ვალებში გადააგდო საკმაოდ დიდ თანხაში გადააგდებდა ალბომი Haas წავედით Williams-იდან უკვე ლიდერებში დავიწყოთ Ferrari-თ, რადგან მეოთხე იყო კონსტრუქტორთა დავაში და Ferrari Silverstone-ზე იყო პირველი. მოდი ესე ვთქვათ. Charles Leclerc-მა მოიგო Silverstone-ზე და Hamilton-ს შეეძლო თავისუფლად მეორე ადგილზე გასულიყო, რომ არა არ ვიცი, შენ ვიცი რომ გიყვარს მე ჭვიანი კაცი გამართლებაც გიყვარს თან, ეგეც მე არ დამიჯეროთ ხოლმე ხან შეიძლება რაღაც არა ისეთ კონსპირაციული ჩავყვები ხოლმე კი ანუ სხვანაირად ამას ვერ გაამართლებ რაც მოხდა თუ რაღაცა ძალიან სიღრმისეულად არ შეხვედი აი რა არის მესმის ეს safety თემა რომ როცა გადაზღვევაზე არიან ხოლმე როცა უსაფრთხოების მანქანა მოდი ჯერ ის ვთქვათ რომ ლეკლერი ძალიან კარგი იყო ლეკლერი აი დომინანტი იყო ფაქტიურად უბრალოდ რაღა ეხლა მოიგო ხო მაგაზე ცალკე ვისაუბროთ მე ხო ანუ შარლი ძალიან კარგი იყო 2021 წელს რომელიც Silverstone-ის წარვთვალ ლუის ჰამილტონმა ის Silverstone-ი მოიგო დღეს გუშინ და მოიგო თან მე მაინც ვიტყოდი რომ და არ შემწყობა ამის თქვა რომ მაინც ცოტა ლუისის დახმარებით რომ არის სამართლე ხო არა რომ პირველი ის რომ არ ყოფილიყო კიმის შეჩერება მე მგონია რომ შარლი ვერ მოიგებდა Silverstone-ის Grand Prix ხელა უპირატესობა ქონდა ხო რა ანუ 4 წამი ფორა და მამის მერე უკვე შალს უნდა ეკნა ის რაც ქნა. თუმცა სადიპოვნა მე შალმაც თქვა ინტერვიუზე რომ მე სპრინტიდან კვალიფიკაციამდე ვიპოვნე რაღაც. ხო, სწორედ ამ დროს შეუძლიათ პარამეტრების შეცვლა. და ბრავო. მე ანუ შალმა რაც წავიკითხე თქვა რომ ან ორი გზა მქონდა ან უნდა მივყოლოდი ლუისის პარამეტრებს და ან უნდა მივყოლოდი ისევ ჩემ გზას ოღონდ არ ვიცოდი ეს როგორ მოიტანდა შედეგს და მაინც დავრჩი ჩემს პარამეტრებზეო ნუ იქ რაღაცები იყო მომენტები როცა ლუისის პარამეტრებითაც იარა და ასე შემდეგ ლუისმა თავის მხრივ თქვა რომ სიმულატორი ცდებოდა და საბოლოო ჯამში უკვე თავისი გამოცდილებით მიღებული ბალანსი და პარამეტრები გამოადგათ რბოლაში, მაგრამ ერთი მაინც შევცდითო იქ რაღაც ფრთის კუთხე
ისი არ იყო როგორც გვინდოდა მე და ჩემი ინჟინერი შევცდოთ მოკლედ თავის თავზე აიღო ეს ყველაფერი რაც შეეხება ამ სტრატეგიას რომ ხო თქვათ რომ უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა საბოლოო ჯამში მაქსის გადავარდნის გამო და მანდ იყო ორი ვარიანტი ლუის ჰამილტონი ან უნდა შესულიყო ან არ უნდა შესულიყო ბოქსებში მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან როცა იცი რომ 4 წრე იყო ხო დარჩენილი როცა ეს ყველაფერი 5 იყო დარჩენილი ხო როცა იცი რომ 5 წრეა დარჩენილი და სილვერსტონზე ხდება მსგავსი რამ არ ვიცი პირდაპირ ეთერში მე გამიჩნდა ეჭვი მე რომელიც საერთოდ ახლოს არ ვარ ფერარის სტრატეგიებთან და ბევრად ჩემზე ძლიერებიანიან ხო და ნებისმიერი ჩემნაირი ადამიანი ვისაც გაუჩნდებოდა ხო ეს ეჭვი რომ შეიძლება 4 წრეც იყოს რომ უსაფრთხოების მანქანა საერთოდ არ გავიდეს ბოლა გვინახავს მომწონს კალკულაცია რო აიღო აი რეალურად კალკულაცია რო აიღო რო გამოაცხადეს მაქსი იყო 5 წრით ადრე და რო გამოაცხადეს უკვე 4 ამთავრებდა ლიდერი წრეს და 4 წრე რჩებოდა რეალურად უსაფრთხოების მანქანა უნდა შეკრიბოს ჯერ პილოტები შეკრების მერე უნდა მისცენ ბრძანება რომ წრეზე ჩამორჩენილები გაატარონ ხო ეს შეკრება როგორ გინდა ხო იქ რაღაც 40 წამი 1 წუთი ჩამორჩენა რაღაცაები ჯერ უნდა ერთად ჯერ უნდა მიიღონ მაგის ბრძანება კი მერე უნდა მიიღონ ბრძანება რომ გაატარო მერე ეს უნდა გაატარო წრეზე ჩამორჩენილები და ეს წრეზე ჩამორჩენილები უბრალოდ არ მაიკლ მასიმ რაც გააკეთა ეგ კატასტროფაა მაგის მერე ხილობენ ძალიან ჩასწორეს წესი ნახე რომც გაატარებ ანუ ვალდებულია უსაფრთხოების მანქანა ამის მერე კიდევ ერთი წრე და კიდევ ერთი წრე იმიტომ რომ ეს წრეზე ჩამორჩენილები ხო უნდა დაეწიოს ამ ქარავანს ანუ სადღაც შუაში ხო არ უნდა იყოს ეგეც და ანუ ფორმალურად ის ერთი წრე მაინც რომც დაეწევიან საბურავის გახურება ხო უნდა იყოს ეს არ არის მარტო დაეწიოს დადგეს ხო იმათ მდგომარეობაშიც რაღაცნაირად ნებისმიერ შემთხვევაში ანუ 90% უსაფრთხოების მანქანა აღარ შევიდოდა ბოქსებში ბოლო წრემდე. მან თუ იმას ჰქონდა გასარისკი ეს ხო ჯორჯ რასელი რომელიც ცხადი იყო რომ ფერარი თუ გადაუხელდა ბოქსებში არ შევიდოდა იმიტომ რომ ზუსტად ამის იმედად ხო რომ უსაფრთხოების მანქანა დარჩებოდა რბოლის ბოლომდე წელი არ მახსოვს მონცა დამთავრდა ესე უსაფრთხოების მანქანის ქვეშ თუ გახსოვს რიკიარდო გაჩერდა წელი ნამდვილად აღარ მახსოვს მაგრამ ნუ იყო რა ეს პრეცედენტი რომ უსაფრთხოების მანქანის ქვეშ გვინახავს არაერთი რბოლა 2009 ახსენდება ბატონმა ორი რბოლა მოიგო ესე უსაფრთხოების მანქანის ქვეშ და რისი თქმა მინდა რომ არ ვიცით ხო ხედავს ფერარი რომ დროის მიხედვით გავიგე რომ სურდათ ის რომ უეჭველად იქნებოდა რესტარტი ესე ეგონა და რა თქმა უნდა ეხლა რომ გამოვიდოდა რასელის უკან იმის მიუხედავად რომ გამოყენებული იყო მაგრამ უკეთეს ხო ნუ გაასწრებდა უბრალოდ თუ ქონდათ იმის შიში რომ რასელის მხრიდან იყო საფრთხე რასელი იმის მიუხედავად რომ რასელმა შეცვალა 34 წრეზე საბურავი და შედარებით ახალი საბურავი ქონდა მაგრამ ისიც გამოყენებული იყო რომელიც იძულებით შეცვალა როდესაც გაუხდა ხო წნევა გადიოდა ხო აქედან გამომდინარე რბოლის დროსაც ვერ ვატყობდით რომ ლუის ჰამილტონს ეწეოდა რასელი ხო ეს მომენტი ხო არ იყო რომ უფრო სწრაფი იყო ჰამილტონი უფრო სწრაფი იყო ხო რომ ამის შიში კონდეს რომ შეიყვანო გავიგე იქ რესტარტი როა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს შეიძლება რასელსაც გაასწრონ კაცო უკნიდან მე ჩემი თეორია მაქვს ესეთი კონსპირაციული უბრალოდ მოაშორეს ლეკლერს და იმის იმედად რომ იქნებოდა რესტარტი ლუისი გადაასწრებდა რასელს ეს იქნებოდა ფერარისთვის გამართლება რომ მაინც პირველ მეორეზე დავამთავრეთ მე აი ხა ლუის იმიტომ რომ ლუისი მე ვცელი ინტერვიუს ვუყურე საერთოდ არ უსმენდა ჟურნალისტებს სულ რაღაც ტელეფონში იყო აი რაღაც ოთხენილი ხო ერთ-ერთ კითხვაზე საერთოდ ვერ გავიგეო და გაუმეორეს რა ხო და აი ცოტა მე მგონია რომ ამის აი ლუის რომ კითხო რომელი ერჩივნა ეხა მოგებისთვის ებრძოლა გაცვეთილი საბურავებით თუნდაც შარლის ახალ საბურავებთან თუ რასელთან ებრძოლა მეორე პოზიციაზე მე დარწმუნებული ვარ ლუისი არიჩევს ხო ჩვეულებრივად იმას რომ რაღაც შანსი ქონოდა სილვერსტონზე ეხა სულ არ ქონდა იმას მნიშვნელობა მაგისთვის ლეკლერთან ბრძოლაში მე რასელ შეიძლება გაესწრო თუ არა და დაემთავრებინა მესამეზე აი საერთოდ არ ადარდებდა ლუის ესე მგონია. არ ვიცი, ეჭვიანი კაცი ვარ კიდევ ერთხელ ვამბობ. ხო, თუმცა ნახეთ, თქვათ ჩამოაშორა, ხო, ლეკლერს ლუის გუნდმა. რასელი ხო მაინც უკან არის და ანუ რასელს რასელს არჯობია ჰამილტონი ყავდეს ისე უკან. უბრალოდ ერთი გამართლება ეგ არის რომ ექნებოდა ლეკლერს ახალი საბურავი.
არ ვიცი, არა, აშკარად რაღაც ჰამილტონი, აი, კიდევ ერთხელ ვამბობ, 2021 წელს, იმიტომ ვერ შევიდა, არ შეიყვანეს. ლიდერობა არ ხო, იმიტომ რომ ეს არის დაუწერელი კანონი, რომ ამ რისკს, ეს რისკი ჯობია ისევ, ხო? ისევ ის შეძლო, მაიკლ მასის უნდა დაესრულებინა უსაფრთხოების მანქანის შეშრბოლა. არა, ეგ ეგრეა. არ ვიცი, ჩემთვის ესია, ნებისმიერ შემთხვევაში ეგრეა წესის ეს არის ხო სწორად ჩატარებული პროცედურა არის ეს. ეს რაც ნახეთ Silverstone-ზე, კი? ტიტრი რაც გამოჩნდა იქ, ესეც პროგრამული შეცდომა იყო, ეს არავის არ მოუფიქრებია და არავის არ შეუძლია მერე რომ მოდი განვაახლოთ და არა მოდი იყოს ესე დავამთავროთ. არა, ეს არის ნორმალური პროცესი. ნორმალური პროცესი, რომელსაც ჭირდება დრო და ეს მარტივი არ არის, აი, ტანო ის მანქანა გადაიტანო უსაფრთხო ადგილზე, მერე რაც შენ ჩამოთვალე, ხო, ეგეც პროცედურული ნაწილია, ეგ ჯერ გადაატარებინო, შეკრიბო, ასე არ არის ფორმულა 1 მოწყობილი. მთელი უსაფრთხოება მინიმუმამდე უნდა იყოს. მასის შეცდომა იყო რეალურად, ანუ იქაც ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ უნდა დასრულებულიყო უსაფრთხოების მანქანის უკან, ხო? ხო, იქ მოკლედ რა, არ მინდა მაგაზე საუბარი. 21-ზე არ ვსაუბრობ. პოლიტიკაზე და 21-ზე არ ვსაუბრობ. ფაქტი ერთი რაც იყო, იმიტომ არ შევიდა მაშინ ლუისი, რომ იგივე სიზაოდა მაქსი რაც ქნა რასელმა, დარჩებოდა ტრასაზე და ვაი არ დასრულებულიყო, ვაი და დასრულებულიყო მერე უსაფრთხოების მანქანის ქვეშ რბოლა, სად მიდიოდა მერსედეს ხო ხვდები, ასუზავდნენ მერსედეს, რომ ლუისი შეიყვანა, გაალიდერეს მაქსი და დასრულდა. ნებისმიერ შემთხვევაში სხვას გააკეთებდა. ნებისმიერ შემთხვევაში. წავედით Ferrari, დავასრულოთ Ferrari-ზე საუბარი. და წავედით Red Bull-ში. Verstappen-ს კარგი რბოლა ჰქონდა. კარგად მიდიოდა, ტემპიც მაღალი ჰქონდა. აქ მაინც ვიტყვი, რომ Max თავისი ტალანტის და თავის მონაცემების ხარჯზე ჰქონდა ეს მაღალი ტემპი და რეალურად ძალიან კარგი შანსი პოდიუმის, ხო? თუმცა დაუშვა ისე ფრთის გამო იქ ჩვენ თქვით რეპორტაჟის დროს რომ დაიხურა ფრთა, მაგრამ ჩვენ ხო ვერ გავზომავთ იქ მილიმეტრები დარჩა. ბოლომდე დაიხურა თუ არა, თორე ვიზუალურად ეტყობოდა რომ სინქრონულად დაიხურა ფრთები, მაგრამ ისევ იგივე რაც დაემართა წინარ ბოლოზე. მაქსი და კიდევ ერთი ბოდიში, sorry guys. ფეტელზე ვიყავით მიჩვეულები. Sorry guys. მაგრამ მაქსმა გავანძღა მე თავისი ბოლიდი. საფიფათო ხდება Red Bull-ის მართვა და იმიტომ, ანუ წარმოიდგინე Cloudman კაც ორჯერ. კი, this ეგრე გამოდის საფოლო. მარკუს ერიქსონის ავარია გავიხსენოთ მონცაზე, როდესაც ფრთა არ დაიხურა, რა კატასტროფა მოხდა კინაღამ, ხო? ანუ საშინელი ავარია მოვიდა. ანგაბრაზებული. ერიქსონს გაბრაზებული იქნებოდა. მაგრამ იქნებოდა ჰაჯარი, არ ვიცი, ანუ რამდენად გააფერადებს ჰაჯარის მეხუთე ადგილი Red Bull-ის ამუქმეებს, თუმცა მე ვერ მაგრამ ისაკიც კარგია. ისაკი ცუდი არ იყო, უბრალოდ კვალიფიკაციაში უკეთესი იყო ვიდრე რბოლაში. მე ასე პოდიუმისთვის ისაკ საერთო ჩანსი. ახლოსაც არის. მან მართლა გეთანხმები, რომ არა მაქსი აზიას. ეს იყო მაქსის ტალანტის ხარჯზე და ბრძოლა ხონდა თავს და რასელს. როგორც ყოველთვის რასელი და მაქსი ერთმანეთს არინდობენ. მოკლედ, არ ვიცი, Red Bull-მა უნდა დაივიწყოს ეს ბოლა, რაც შეიძლება სწრაფად, თუმცა მე რამდენი ბოლაა წლევანდელ სეზონში, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაივიწყოს Red Bull-მა. ხო, საბოლოოდ ის Men in Black-ში როა, ხო იცის? ეგ დაჭირდება. კი, ეგ ჭირდებათ აშკარად. წავედით Mercedes-ში. Mercedes-ში ორმაგი ემოცია და არ ვიცი, მე დავიწყებ კიმი ანტონელით. კიმი ანტონელი ხო ძალიან ბევრი ადამიანის გული მოიგო წლევანდელ სეზონში, თუმცა გუშინდელი ბოლის მიხედვით Silverstone-ზე კიდევ უფრო მეტი ადამიანის გული მოიგო. იმ ხრივ რომ ამ ბიჭმა გამოავლინა არა მხოლოდ სიჩქარე და ტალანტი, არამედ მისი გამბედაობა და ჟინი, ხო, იმის რომ აიღოს ბოლომდე მიიყვანოს საქმე, ბოლომდე იბრძოლოს, გამოიყენოს ნებისმიერი შანსი, ხო, რაც თუნდაც ერთ ქულას ააღებინებს, მაგრამ ეს სენსორები არ ვიცი. პლუს ამას ჩამოძინებული Mercedes-ის მექანიკოსები, რომლებმაც ვერ შეამჩნიეს ამხელა დეტალი, რომელიც ჰქონდა მომწვალი კიმი ანტონელის ბოლის. თან პლუს ეს უიღბლობა, ხო, რომელიც კიმის გადახდა თავს ქერბზე ადიხარ და აფუჭებ იმ ფარს, ხო, საბურავის.
ხო, რა შეიძლება იმიზე ითქვას, რა თქმა უნდა, ქება და დიდება, გული დამეწვა ნამდვილად. ჩაფხუტი არც ნახევრად ცრემლებით ალბათ თხოვდა გუნდს, რომ იქნებ დაურჩეთ ტრასაზე და ბოლომდე იქნებ იბრძოლ. მანქანა არ უხვევდა ერთ მომენტში მართლა. და ეგ ლიმიტერი. ხო, უწევდა გადასვლა და ამიტომ უწევდა გადასვლა ტრას ფარგლებს გარეთ. არ ვიცი, იქ თუ ჩათვალეს, რომ ბოტას ამოუღო 2 მეათედი და ამის გამო დააჯარიმეს იდიოტობა ამეთი არაფერი ეს ყველაფერი. ერთადერთი თუ ამაზე პრეტენზია გქონდათ, შეეძლოთ ეთქვათ, რომ უბრალოდ უსაფრთხოდ დადის ტრასაზე და რაღაც შენიშვნასავით მიეცათ, ან ეთქვათ Mercedes-ისთვის, რომ გამოეთიშოს რბოლას. მაგრამ ესეც მოუვიდა რამდენჯერმე, ხო? არ იყო საფრთხო იქ არავისთან არ იყო. არა, უბრალოდ არ უხვევდა ბოლდი. ჯამში კიმიბა მართლაც თავისი ბრძოლის უნარიანობა კიდევ ერთხელ გამოავლინა რეპორტაჟის დროსაც თქვა ასეთ რაღაცებს აირტონ სენა აკეთებდა ხოლმე, არა მარტო ვიზუალით და ნომერით გავს ეს ბიჭი აირტონს, აქვს ეს რაღაცნაირი ხასიათი. არის ამ ბიჭში რაღაც ის იმ ძველი პილოტების რაღაც სული, რომელიც აკლია ფორმულა 1-ს და ზოგადად ძალიან ბევრი კარგი ახალგაზრდა ყავს რა. აი ჰაჯარისგანაც მახსოვს. ლეოს კიდე ცოლოვი მოდის. კი, ბრძოლის უნარიანობა და ბორტოლეტო. კიმისთვის არ ლაგდება რაღაცნაირად. უკვე მართლა როგორ შეიძლება გაგიმართოს რამდენ ბოლას შეიძლება ნაწილი მოძრეს პოლიც და აღმოჩნდეს დაკიდებაში, ხო? მექანიკოსებზე მეტად უფრო მაინც ვაბრალებ Mercedes-ს, იმიტომ რომ ტრანსლაციის დროსაც ჩანდა ეს და არ ვიცი, მექანიკოსებიც უყურებენ, Mercedes-ის უყურებს ამ ყველაფერს და ვიღაცას უნდა ეთქვა პირველივე პიტსტოპზე. რო აი ნახე. პრობლემა ხო, აშკარა ჩანდა. ერთი გაშავებული იყო ერთი მხარე და მეორეში ჩვეულებრივ ჩანდა ყველაფერი. აი აქ დაუშვა Mercedes-მა შეცდომა, თორე კულებს კიმი ალბათ აიღებდა მაინც, მაინც ვერ აიღებდა უსაფრთხოების მანქანის გამო, მაგრამ ექნებოდა შანსი, ხო, პირველივე არ დაეჯარიმებინათ, აიღებდა. ხო, პირველივე პიტსტოპზე რომ სწორად ემოქმედა და ფრთა არ აიღებდა, მაგ დროს კარკულებს კი და ფრთა არ გონებოდა თუ თავარი პრობლემა აუცილებლად აიღებდა კულებს. რაც შეეხება რასელს, რასელისთვის იმის მიუხედავად რომ ავიდა პოდიუმზე, ყველა ვარსკვლავი ესე დაალაგდა რასელის. ხო, მაგრამ რასელსაც მაგრად არ გაუმართლა საბურავის პრობლემა, ძალით შეგდებული პიტსტოპში და ასე შემდეგ. შედეგობრივად მაინც ძალიან. უბრალოდ რასელმა თუ არ გამოასწორა და ტემპი არ იპოვა, ეს არ არის ის ტემპი, რითიც შეეძლებს და ვერ მოიგებს ჩემპიონატს. ხო, რამდენჯერ მოუვა ეხლა კიმის ეს პრობლემები, ხო. იქით პლუს ამას ფერარია, რომელიც ასე თუ ისე უმატებს. შეამცირა, ძალიან შეამცირა სხვაობა. ანუ თვითონაც უკმაყოფილი, თვითონაც ხდება რასელი ამას და რადიოში ამას ეუბნებოდა გუნდს და მე ტოტომ შეაწყვეტინა, რომ ყველაფერი კარგად იყო დამშვიდიო და მაინც ერთ-ერთზე დღეს კიმი და რასელი რომ დააყენო, კიმი წინ. იჯობი. კი, კიმი წინ არის ნამდვილად, ჯორჯს აშკარად ჭირდება რაღაც შეცვლა იმისთვის, რომ მიაღწიოს წარმატებას და თუმცა ძალიან გაუმართლა, კი, არ გაუმართლა წნევის დავარდნაში საბურავში, თუმცა მეორე ადგილზე მეტი, ანუ უნდა მოიგო, ხო, მეორე ადგილზე უკეთეს შედეგი მოგებაა და არ ვიცი, რასელამდე უფრო მეტი შანსი ჰქონდა მოგების, რა თქმა უნდა, ანტონელის, რომელიც ელვისებურად ეწეოდა ლეკლერს და არ ვიცი, მან განსხვავებული აზრი გვაქვს მე და შენ იძახთი, რომ გაუჭირდებოდაო, ასე მე მგონია, რომ ძალიან მარტივად დაასწრებდა ანტონელი ლეკლერს. არ ვიცი, არ ვიცი, ალბათ ხო, მაინც ეგეთი სურათი იკვეთებოდა, რომ ისეთი ტემპით მოდიოდა, რომ ადვილად წრეც ამსუგებდა წრეზე. უბრალოდ აი მაინც რაღაცნაირად ის მაიმედებდა ლეკლერის მხრივ, რომ როგორც ლუისმა რაღაც წრეები იყო, რომ გაძლო კიმი ანტონელის წინ საბურავები ერთნაირი იყო. კიმისაც ჩაუცვდებოდა, ხო, ეხლა სანამდე ეყოფოდა, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ვეღარ გავიგებთ მაგას ვერასოდეს და ალბათ კატასტროფა იქნებოდა ლეკლერს კიდე ბოლო წრეებზე რო წაიგო სილვასტერი. ხო, ანუ დავასრულებ იმას, რასელამდე უნდა მოეგო ლეკლერს, უნდა მოეგო პოდიუმზე ასვლის მსახურება. უნდა მოეგო ჰამილტონს, უნდა მოეგო უფრო მეტად ვერსტაპენს უნდა მოეგო ვიდრე პოდიუმზე ასვლის. არა, ანუ პოდიუმზეც არ იყო რეალურად რასელი და გავიდა მეორე ადგილზე. რომელ მოგებაზეა? ყველა ვარსკვლავი განლაგდა მის სასარგებლოდ ფინიშს. მაქსი უფრო სწრაფი იყო. კი, ანუ თუ უფრო სწრაფი არა, წინ იყო რა მოკლედ. რეალურად რასელი ჯობნიდა პიასტრის, ნორის და ჰაჯარს. და ნორისაც ქონდა. ნორისაც ქონდა, კი, ნორის რაღაც ერთმანეთის სიტუაციაში. ნორისი რასელი. მოკლედ რასაც ძალიან ბევრი პრობლემა აქვს რა. წავიდეთ ნორისებში. ნორისი პიასტრისთან. მაკლარენში მოქმედი ჩემპიონი მეოთხე ადგილი, ნორისზეც მოდი ვთქვათ, რომ მეოთხე ადგილი შეიძლება საოცნებო ყოფილიყო ამ ბოლოში. ხო, მაკლარენის ტემპი. მაკლარენი მიუხედავად იმისა, რომ ულამაზესი ლივერიც გამოვიდნენ ამ ბოლოში, უისტორიულესი.
აქაც მე მგონი უნდა დაივიწყონ რა შეიძლება სწრაფად ეს რბოლა. ნორისმა მართალია მეოთხე ადგილზე დაასრულა რბოლა, თუმცა პიასტრის ჰქონდა აი კატასტროფული აუფუჭეს. ეტაპი ხო იქ ლოუსონებმა გაუფუჭეს. მაგრამ აი სპრინტზეც გახსოვს ერთი პერიოდი იბრძოდა, მაგრამ მე რაღაც ჩამორჩა რა. ხო, აი ამოვარდა რითმიდან, ამოვარდა ლიდერებიდან. ხო, პიასტრი ავსტრიაში კარგი იყო, მაგრამ სილვერსტოუნზე ძალიან ცუდად გამოიყურებოდა ოსკარი. თუმცა სეზონი კიდევ გრძელია და არავინ იცის სად როდის რა მოხდება. მოკლედ ხო, მაკლარენსაც ბევრს ვერ ვისაუბრებთ, მე მგონია რომ უმატებს მაკლარენი და დროებითია ეს ყველაფერი, თუმცა ცუდი ისე რომ გარდამავალი რბოლები აქვს. ერთბოლაში კარგია, მეორეში ცუდია. განახლებები ჭირდება აუცილებლად მაკლარენს, ერთი რაც ვამბობ, ლანდო ნორისია ძალიან კარგი. კი, უბრალოდ ლანდო ნორისი მეცხრე რბოლაა ზედიზედ, რაღაც პრობლემა აქვს ტექნიკური მის ბოლიც, მუდმივად დაშლილი, ხო, დაშლილი, მოხსნილი ფრთა იქ სამუხრუჭე სისტემაში აქვს ძირითადად ხოლმე პრობლემა. კი, ლანდო ნორის. წავიდეთ ჩემპიონატში, რა ხდება? კიმი ანტონელი ისევ და ისევ ლიდერობს, თუმცა ჯორჯ რასელთან აქვს უკვე 25 ქულა უპირატესობა. ანუ იქ თუ იყოს 60 ქულა რაღაც პერიოდი. ეხლა არის რაღაც პერიოდი, ეხლა ხანს უკვე არის 25 ქულა სხვაობა. წარმოიდგინეთ, რა სწრაფად შეიძლება ფორმულა 1-ში სიტუაცია შეიცვალოს. 2.5 რბოლით წინ იყო ანტონელი რაღაც პერიოდი და ეხლა 1 რბოლით წინ არის მხოლოდ და მხოლოდ 25 ქულა. ბელგიაში რასელმა რომ მოიგოს და ანტონელი გამოეთიშოს, თანაბარი ქულებით შეხვდებიან უნგრეთს. აი უფრო საინტერესო იქნებოდა რასელი რომ იყოს ახლა პირველზე და ამ ფორმაში და კიმი რომ იყოს ამ ფორმაში. ბევრად უფრო საინტერესო. ხო, იმიტომ რომ ვიტყვით რომ კიმი ეწევდა, რასელი ვერ ეწევა. სიტუაცია იქნება ისე რომ უბრალოდ უწევს დაწევა თორე. ამ მომენტში არ ვიცი, ნუ მიწყედე რასელის გულშემატკივრები, მაგრამ მე მგონი თქვენ უკეთ იცით რომ ეს ჯორჯის საუკეთესო ვერსია არ არის წელს. რასაც მიჩვეულები ვართ, აი ცოტა ეს მწყინს და ცოტა ეს მიკლავს ინტრიგას მერსედესში რა, რომ მინდა რომ ჯორჯმა მოუმატო. იმის მიუხედავად რომ კიმი ძალიან მომწონს, არ მინდა ესეთი ჯორჯის ცუდ ვერსიასთან მოიგოს. რაღაც და არ დაგვაუწყდეს ფერარი. ფერარი არ დაგვაუწყდეს 32 ქულა, მხოლოდ და მხოლოდ კიმის უპირატესობა ჰამილტონთანაც, ხო? ეხლა მაგალითად ბელგია, უნგრეთი, რაც დაგვრჩა ხო შესვენებამდე, უბრალოდ ხო ბელგია და უნგრეთი რაც დაგვრჩა შესვენებამდე, წარმოიდგინე ფერარიმ რომ წარმატებას მიაღწიოს ამ რბოლებში და მერსედესმა ვერა, შეიძლება საერთოდ გალიდერდეს ჩემპიონატში. ფერარი ველოდები ხო ბელგიაში ექნებათ ეს ძრავის ხნივ განახლება წესით. არ ვიცი, ფერარი თუ არ დაემსგავსა თავის თავს და განახლებებში ისე იმუშავა, როგორც არ უმუშავია არასდროს, ძალიან დიდი პრობლემები შეექმნება მერსედესს. კი, მერსედესი ჯერ წინ არის, მაგრამ ესე რასელზე მეტად მე მგონი ფერარი გავს უფრო იმ გუნდს და ლუის ჰამილტონი გავს უფრო იმ პილოტს და მოდი ლეკლერიც არ ჩამოუწერო. ხედავთ რომ ბევრს აგებს ამ მომენტისთვის. ფერარიმ თუ მოუმატა, შეიძლება რასელზე დიდი პრობლემა სწორედ ფერარი იყოს. უას აგებს ლეკლერი. 60 აგებ და რასელი. ხო, ესეც არის ძალიან ბევრი გავითვალისწინე. უმატა. და ლეკლერმა თუ მოუმატა და გახდა ის ლეკლერი, რომელიც ვიცით. რომელიც იყო სილვერსტოუნზე, მოდი ესეც ვთქვათ, იმიტომ რომ აი სასწაულად ლუისმა თვითონ თქვა რომ ჩემზე სწრაფი იყო ამ უქმეებზე. კი ბატონო, ლეკლერი მე-4 ადგილზე არის, მოკლედ ანტონელი, რასელი, ჰამილტონი, ლეკლერს ცოტა დიდი ჩამორჩენა აქვს, თუმცა როგორც ჩვენ თქვი, არ ჩამოუწეროთ ნამდვილად. შარლი, ნორისი, პიასტრი, ფერსტაპენი, ჰაჯარი. ფერსტაპენიც ხო იქ რაღაც მომენტ თითქოს და დაწეოდა მაკლარენებს, თუმცა ისევ გაექცა ნორისი და პიასტრიმ, ჰაჯარი ჩამორჩა საკმაოდ და გასლი ლოუსონს შორის ხო ბექმარკერებში 3 ქულა გადარჩა სხვაობა. ლოუსონია წინ? არა, ჯერჯერობით ერია წინ 3 ქულით, თუმცა ძალიან ახლოს არის უკვე ლიამი. ერთხელ ხო გაისტუმრა მაიამიში, ხო შემოდო კედელზე. გაისტუმრებს რომელზე არიან? მეცხრე მეათე. მეათეზე გაისტუმრა. ხო შემოდო კედელზე ერთხელ გასლი ლოუსონმა და ხო წაკი როგორ დასრულდება. მოკლედ საინტერესო ბრძოლა იქნება ბექმარკერებშიც. ლინდბლადიც არ ჩამოვწეროთ, რომელიც უკვე ჩემპიონობისთვის ბექმარკერებში. კი, მოდი ესე დავარქვათ, ხო? ესე ცალკე ჩემპიონატია ფაქტიურად, ხო? ეხლა ლიდერებს ვერაფერს ვერ უზავენ. ტოპ 4-ის ლინდბლადი და გასლი და ტოპ 4-ის მე რაღაც ტიტულს უნდა აძლევდე. კი, მეც ეგრე მგონია, ძალიან ერთხლის ფერ სილვერსტოუნი.
ანუ შენ წარმოიდგინე რაღაცა ეგეთი ტიტული რო იყოს, რაღაც არაფორმალური რა. დაგლიჯავენ ერთმანეთს. ისე არ იქნება ზედმეტი მოტივი. ანუ უფრო ის იქნება, არ ვიცი, ხო, შეიძლება რაღაც რომანტიკაში გავიჭერი ისე. რაღაც ხო, გასლი სამი ქულა და იქვე არ არის ლინდბლადი, თუმცა არ ჩამოვწეროთ ლინდბლადიც, შეიძლება ჩაერთოს კიდევაც ამ ბრძოლაში, ასე თუ გააგზე, არ ვიდი და ლოუსონი დამითვალე ერთი. 5 რბოლა ZDZ Racing Bulls-ი 2 მაგ ქულებს იღებს. 5 რბოლა ZDZ. დარწმუნებული ვარ არ ყოფილა. არა, 5 რბოლა ZDZ. Racing Bulls-ის ისტორიაში კი არა, მე მგონი ბევრ ტოპ გუნდ შეშურდება ის. 5 რბოლა ZDZ ხო, McLaren-ს არა უღია ქულა. ორმაგი გრევე McLaren-ს. ერთი ოკონის შანსები დამითვალე. ოკონის შანსები, აი ტიტულისთვის მარტო 176 ქულას აგებს ანტონელისთან, მეც კი არა აქვს. ასლისთან ამდენს აგებს. შენ უგეშ 39 ქულას. არ ჩამოწერო. რბოლა ნახევარს, აი თუ მოიგებს ოკონი ბელგიას და ნახე მანდაც რო უნგრეთს. კი, ბელგია და უნგრეთი რომ მოიგებს. ფერარი თუ განა, მაგრამ ფერარი ჰაას არ მისცემს. რაღაცა ვეღარ მიყვება ჰაასი ფერარის. არა უშავს. ვეღარ მიყვება. ბრაზილიაზე. და კოლაპინტოსაც 18 ქულა აქვს და გაუთანაბრდა ბერმანს ქულებში. კოლაპინტო ძალიან კარგ სეზონს ატარებს. გაიზარდა. კარგ სეზონს ატარებს. გაიზარდა არგენტინა. ოლია უბრალოდ ძალიან ცუდ ტექნიკაზე. ლინდბლადთან 2 ქულაა სხვაობა კოლაპინტოს. მაგრამ ნიჭიერია. გასლი ლოუსონს თავისი ბრძოლა აქვს და კოლაპინტო ლინდბლადს თავისი ბრძოლა აქვს. ეგრეც იქნება სეზონის ბოლომდე თუ არავინ არ ჩაერთო უკნიდან კიდე. კი ბატონო, კონსტრუქტორთა დავაში მაინც გინდა ხო რომ ოკონი ჩაერთოს ბრძოლაში. ანუ მარა საინტერესოა ესე ოკონის გარეშე, ეხა შე როგორ ფიქრობ? 333 ქულა Mercedes 255-ის წინააღმდეგ Ferrari-ში, არ ვიცი აქ რამდენად რეალური არის, რა თქმა უნდა, 78 ქულა კონსტრუქტორ პილოტების ჩათვლაში არაფერი არ არის და მით უმეტეს კონსტრუქტორთა დავაში. მე მეგონა უფრო მეტი თუ გებდა. ხო, არა, მხოლოდ აი სილვესტრმა უშველათ რა. კი, მხოლოდ ეს არის სხვაობა. იქ არა, ავსტრიაში პირიქით Mercedes-მა მოუგო მაგრად Ferrari-ს და აქ აიღოს რევანში. კი, აიღო Ferrari რევანში. მოკლედ, არსად არაფერი დასრულებული არ არის. არც პირად ჩათვლაში, არც კონსტრუქტორთა დავაში მიუხედავად იმისა, რომ სეზონი მძიმედ დაიწყო გულშემატკივრისთვის იმ ხრივ, რომ ან ნეიტრალურ გულშემატკივრს გულისხმობ Mercedes გულშემატკივრისთვის იდეალურად დაიწყო, აქ უკვე ნეიტრალურ გულშემატკივრს შეუძლია თქვას, რომ Game zone, როგორც ვუის. ეგრე არ არის, რომ Mercedes-ი გახდება ჩემო. შეიძლება გახდეს კაცო, მაგას არავინ არ ამბობს, მაგრამ ესე მარტივად ვერა. ხო. McLaren-ი მესამე ადგილზე 179 ქულა, Red Bull-ი 128 ქულით მეოთხე ადგილზე. აი აქ ალბათ მაინც ჩემპიონატი გრძელია, მაინც არ ჩამოვწერდი McLaren-ს. აი Red Bull-ს უკვე ძალიან გაუჭირდება 200 ქულაზე მეც აგებს, 205 ქულას აგებს უკვე. მაგათ მაქსი არ გაიქცეთ. Mercedes-თან. Alpine-ს და Racing Bulls შორის 1 ქულაა. სხვაობა, აქაც საინტერესო ბრძოლა გვექნება მეხუთე ადგილისთვის, ტიტულისთვის, ბექმარკერების ტიტულისთვის, მოდი ეს დავარქვათ. აი, არჩენები უკვე ძალიან ჩამორჩენილები არიან, 21 ქულა Haas, 11 Williams და Audi-მა აიღო როგორც იქნა პირველი რბოლის შემდეგ ქულები. Audi-ის ისტორიაში საუკეთესო რბოლა ჰქონდა Bortoletos, მერვე ადგილზე გავიდა ბრაზილიელი და Aston Martin-ის 1 ქულა და Cadillac-ი ველოდები. მე მგონია რომ Cadillac-ი სადღაც ქულას მაინც არ ვიცი. თუ რაღაცა აირევა კიდე და იდეალური ჩეპოს. ერესმა რო ქულა აიღოს და მაგრამ ბოტასმა აიღოს. პაპა ანტონი არ გამოჩენილა კარგი ხანი. რომელიღაც გრან-პრიზე იყო. როგორც აღარ მახსოვს რომელ ამერიკაში იყო. იყო თუ ხო, რაღაც ამერიკაშიც გამოჩნდეს კარგი. არა, უეჭველი გამოჩნდება ოსტინშიც იქნება, მე დარწმუნებული ვარ. ბატონო, ვიზას ვერ იღებს ეთყობა ევროპაში. შენი დღის ბოლელი. ვახ. ჩემი დღის ბოლელი. ემოციებს თუ ავყვევი კინი ალბათ, მაგრამ მაინც ლეგენდა. ოდი გაბი იყოს. გაბი, ვაუ! იყოს Bortoleto, არა. აპლოდისმენტი. სადაც იმსახურებს. სადაც გასალამწია არ დავიშურებ ძალღონეს. მე ლეკლერს მაინც პრაგმატულად შევაფასებდი დღის ბოლელს და შარლ ლეკლერი არის ალბათ Silverstone-ზე ჩემთვის დღის ბოლელი და მოდი გადავიდეთ ჩვენს რუბრიკაზე გულშემატკივრების შეკითხვები. ლუკა ბენდიაშვილი სვავსას კითხვას ბატონო ლევან და პაატა ბატონო.
არა. შეგიძლია. ლეონ და პაატა. লিო და პაატა შეგიძლიათ ესეც. თქვენი აზრით არის შარლ ლეკლერი, მაქს ვერსტაპენის დონის პილოტი თუ შედეგებს არ გავითვალისწინებთო, რადგან ფერარი რაიკონენის დროის შემდეგო არასდროს არ ჩათვლა ლიდერ გუნდათო. მე ვიტყოდი რომ მაქსი მაინც რაღაც ნახევარი ნაბიჯით წინ არის ლეკლერზე. მაინც ნახევარი. არა ლეკლერი მენტალურად ბევრად ძლიერია. არა, მენტალურად აი ესეთ ხო, ანუ ოვერალში ვავიღოთ საერთო ჯამში. მაინც წინ არის მაქსი, მენტალურად უფრო ძლიერია. აი შარლი იმდენად უკვე ისეთი იმდენად დანგრეულია რაღაცნაირად. ფერარის ხელში, ანუ ძალიან ნიჭიერია. არა ჩემპიონებიდან ჩემთვის ყველაზე ნიჭიერია შარლი. მაგრამ იყო დრო შარლი რომ მოხვედრილიყო კარგ ადგილას. როგორ თქვა, ეხა ცუდ ადგილას როგორ მოხვდა, მაგრამ ისეთი სასათბურე პირობები რომ ქონოდა ლეკლერს თავის დროზე რაც ქონდა Verstappen-ს. ხო, შეიძლება არანაკლები ტიტული ექნებოდა და არანაკლები შედეგები ექნებოდა, მაგრამ როგორ გინდა ეხა შედეგებს მაინც ვერ გადაუხომ ესე ხას, მაინც გონებაში მოქმედებს, როცა ერთდან ერთ პილოტს ირჩევან მეორეს და ხო ალბათ მაინც მაქსი. მაქსი კი არ მეც დაგეთანხმები. ამაში სილაგაძე შეკითხვა არის ესეთი, ორი კითხვა მაქვსო. შესაძლებელია თუ არა ოსკარ პიასტრი გახდეს მრავალგზის ჩემპიონი, უნდა მოხდეს ძალიან მაგარ გუნდში და უნდა ყავდეს ალბათ თავისზე სუსტი პილოტი, რომ მრავალგზის ჩემპიონი გახდეს ოსკარი. ანუ არ ვაკნინებ ოსკარის ტალანტს და ნიჭს, თუმცა მაქსი ვერ არის. ოსკარ პიასტრი. მაქსი არა ამბობს ვერ არის? არა, ეგრე სამი სეზონია უგებს. ხო, მაგრამ ანუ მაინც არ შარშანდელ სეზონში 80% სეზონის მანძილზე ოსკარი უგებდა, ხო, ჩემპიონატში. ხო, არა. აიცი რა. არ არის ცუდი ოსკარი. არა, ცუდი როგორ არის, უბრალოდ ეს არის ბოლო ბრძოლა პიასტრის ჩემპიონატში. ნახო, თუ მოხდა სადმე ჩემპიონში, ხო. გონია რომ არც ერთი ტოპ გუნდი არ დააშენებს პიასტრიზე რაღაცა ხო, აი მაგას შეიძლება დაგეთანხმო, კი. აი ამ დონის პილოტი თუ გაუმართლა და სადღაც მოხდა ის. და ჯობა გუნდა. აი როგორც ლანდოსთვის უნდა ეჯობა ახლა. აი ეს მომენტი იყო ახლა რაც შენ. ეს იყო გადამწყვეტი ალბათ ოსკარისთვის, რომ ყოფილიყო. არ ვიცი, მე ესე მგონია რომ მრავალგზის კი არა, ერთგზის თუ გახდება ივესალმები, მაგრამ არ მგონია ისევ და ისევ ვიმეორებ პიასტრი ის ტოპ პილოტი, რომ გუნდმა თავისი პროექტი დააშენოს. მასზე თუნდაც ახლა არის საუბარი, ხო, რომ თუ მაკლარენში წავა Verstappen-ი Red Bull-ში გადავა ეს, არ არის ფაქტი, რომ Red Bull-ში ჰაჯარს დაჩაგრავს პიასტრი. ბატონო. მეორე შეკითხვაზეც უპასუხოთ ამ ადამიანს, ფერნანდო ალონსო, რომ დომინანტ ბოლში ყოფილიყო, გახდებოდა თუ არა ყველა დროის საუკეთესო. სუბიექტურები ვართ ნებისმიერ შემთხვევაში, ალბათ მსგავს შეკითხვებზე, ხო, ანუ ობიექტურად როგორ უპასუხოთ ახლა ამ შეკითხვას შეუძლებელია, ჩემი სუბიექტური აზრით ვერა. თუ იქ არის მიხაილ შუმახერი, იქ ანუ ალონსო ვერ გახდებოდა საუკეთესო. ყველა დროის საუკეთესო გახდებოდა თუ არა, რო ყოველდღიო დომინანტი ბოლში. ყველა დროის საუკეთესო პილოტი იქნებოდა, შუმახერზე საუკეთესო და სენაზე საუკეთესო. ანუ მთელი კარიერის განმავლობაში ტოპ მანქანა თუ ეყოლებოდა, რა თქმა უნდა გახდებოდა, ყველაფერს მოიგებდა ალონსო. არა? მთელი კარიერის მანძილზე რო ყოლოდა, ხო, მაგრამ ეგეთი კითხვა არის. ხო, პრინციპში ხო შეიძლება. ანუ მაგ შემთხვევაში როგორ არ გახდა ახლა თუ ვიღაცას და ბრძოლა ეკნებოდა და შუმახერი ეყოლებოდა თანაგუნდელია რაღაცა ისეთი ტოპ კლასი, თუნდაც ლუისი ანუ ან Verstappen რაღაც ვერ გახდება. ისმა აჯობა ალონსოს. ანუ ფრეიმორჩა, მაგრამ ნუ აჯობა ხო ეხა 3 წელი პატარა იყო რა. აჯობა ლუისმა ალონსოს. ქულებით ფრეიმორჩა ეხა ვერ აჯობა. ხო, მაგრამ უკეთესი პოზიცია. ხო, მაგას რომ მეორე ადგილები და რაღაც. ხო და მაგას უცხე აჯობა, იმიტომ რომ თან 3 წელი პატარა იყო, ხო. კარგი, მოდი მარინეს შეკითხვას უპასუხოთ. ამ დრომდე ბოლის დროს გისმენდით დღეს გადაცემას უყურე, მიიღეთ ჩემგან ძალიან დიდი მოწონება, საუკეთესოები ხართო. შეკითხვა არ არის. მე მგონი არასწორად ამოვიღეთ შეკითხვა. მადლობა.
აია შექებაც. დაჩის შეკითხვას უპასუხოთ, ალონსო რომ ყოფილიყო ჰამილტონის ნაცვლად მერსედესში, დღეს ათგზის ჩემპიონი იქნებოდა. იგივე მსგავსი შეკითხვა არის დაახლოებით. ალონსო ხო, ალბათ იქნება. 10-ის უწევდა. გეტყვი რამდენი უწევდა, ხო 8-ჯერ. როსბერგი და 21 გამოაკელია. როსბერგი და 21 რო გამოვაკლოთ, ხო, 10 არ 8 უწევდა. 8 გზის ჩემპიონი იქნებოდა ფერნანდო ალონსო. ვერ იტყვი ეგრე. მაგრამ იქაც ფერარისთან, ანუ მოდი ვთქვათ, რომ ჰამილტონი ფსიქოლოგიურად უფრო მდგრადია. ვიდრე ალონსო. კი, არ ვიცი, მე მგონია, რომ ჰამილტონის კომფორტშია ძალიან მდგრადია ალონსო. ჰამილტონისნაირი ფსიქოლოგია მე მგონია, რომ არავის არ. მე არ ვუყურებ. არ ვიცი, ჩემი სუბიექტივი. კომფორტში თუ არის ფერნანდო ალონსო, რენოში ძალიან ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერი იყო, ფერარიში თუ ფსიქოლოგიურად ძლიერი ხარ, წარმოიდგინე რამდენად ფსიქოლოგიურად ძლიერი ხარ. მაგრამ არ ვიცი, ეხა ეგრევე ვერ იტყვი, რომ ყველა ტიტულს წაიღებ და აგერ ლუისმანც ვერ წაიღო და შეიძლება ვერ ჩუმახერს ვერ წაეღო, ვერ ცენას ვერ წაეღო, ესე მტკიცებით ვერ დავიწყებ ამის მტკიცებას, მაგრამ თან ვერ დავაკნინებ როსბერგს და ვერ ვიტყვი რომ ნიკო არ იმსახურებდა ამ ჩემპიონობას, მაგრამ ისიც გავიხსენოთ, ლუისმა როგორ წააგო ორივე ჩემპიონატი 2016 წელი არ გამართლება ძრავის დაწვა და 2021 წელი რომელზეც უკვე ვისაუბრეთ. მე მაინც გონია რომ თლად ეხა ყველა ტიტულს ალბათ ვერ მოიგებდა, მაგრამ დომინანტი მანქანა რომ ყოლოდა ფერნანდო ალონსოს, რაც ნანახი გვაქვს თუნდაც რა. არა, ხო სასწაულია ალონსო ზედმეტია. ხო, არა. ალბათ გოუთის გზაზე იქ. მაგრამ განმარტება რა არის ვისთვის ეს არის კიდე. ხო. შედეგობრივად ალბათ ყველაზე მეტი გრან-პრი ექნება და მოგებული დანარჩენი რა. რეიზოს შეკითხვას უპასუხოთ, რაღაც მიყვება რაღაცნაირად ეს შეკითხვები ერთმანეთს თითქოს შინაარსობრივად არის გაწერილი. თქვენი აზრით 2021 წლის მერე მაქსმა ლუისი გატეხა ფსიქოლოგიურად, თუ არა? უბრალოდ რაღაც პერიოდი, როდესაც გაქრა ლუისი ყველანაირ სოციალურ ქსელებიდან და რაღაცა ეგ პერიოდი ქონდა რეაბილიტაციის, რომ იქ მაქსმა კი არ გატეხა, მოდი ვთქვათ, რომ მაიკლ მასიმ უფრო გატეხა ფსიქოლოგიურად ლუისი, რაღაც ცოტა ახნით. შემდეგ დაბრუნდა ლუისი, იმის მერე სამალ ბევრი ბოლოს. აი, ვიტყვი, რა სილვერსტონ ნამდვილად უყურებდი ვიდეოს YouTube-ზე, 10 წუთიანი ვიდეოა დაახლოებით აბუ-დაბის გრან-პრიზეა, მუსიკალურად ძალიან კარგად გაფორმებული. მთლიანი აბუ-დაბის აი ბოლა არის რა, როგორ იწყება, კომენტარები, მირას ამბობს ამ შემდეგ და ლუისის ადგილზე ისიც კი გამიჭირდებოდა ესე მიმელოცა ფერშტაპენისთვის. მან მიულოცა. ხო, ბოლიდიდან იმდენად განადგურებული ვიქნებოდი მაგ დროს. ეს არის ლუისის, აი რაც ვაშკაცობა ჭირდება. რომ ანუ ტიპს აქვს აი რაღაც სასწაულ დონეზე ფსიქოლოგია მიყვანილი. ამაზე ბევრი იმუშავა ძალიან, იმიტომ რომ არ იყო ესეთი ლუისი. გიორგის შეკითხვა: ჰაჯარი, ბერმანი, ლინდბლად შორის თანაბარი მანქანებით, რომელი იქნება უკეთესი ბოლელი თქვენი აზრით? მე ჯერ ჰაჯარს მივცემდი მაინც უპირატესობას, ჯერ მაინც ლინდბლადის უდიდესი პატივისცემა მაქვს, თუმცა ჯერჯერობით მაინც ჰაჯარი, ბერმანი, ლინდბლადი ესე დავაყენებდი ამ სამეულს. აი ბერმანი ძალიან მიყვარს, მაგრამ მაინც ჰაჯარი უფრო რა. არა, ჰაჯარი ძალიან მაგარი ბიჭია. ყოველ შემთხვევაში ჰაჯარის უბრალოდ ბორტოლეტო რა ვქნა სამივეს მირჩევნია ახლა. რა გავაკეთო? ხო და ჰაჯარია თან უფრო ვნახეთ, ხო ბერმანი ხო მაინც არ გვინახავს. არც ბორტოლეტო არ გვინახავს. აუ რამდენჯერ უნდა თქვა. ჯერ სათხარ, ყველგან ბორტოლეტოს. აი დღეს გეკუთვნის დღეს. მეც ვაკეთე. თქვენი აზრით, რომელი უფრო საინტერესო იქნება? გასლიმ და ოკონმა იბრძოლოს ჩემპიონობისთვის თუ მაქსმა და ლუისმა? უნდა პირველი რა დაო. კარგი თუ ხუმრობთ გასლი ოკონ. მე არ ხუმრობ. რა თქმა უნდა, არ მოგვასწროს მაგ დღეს. გასლი ოკონის ტიტულისთვის ბრძოლას უყუროთ და ბრავო, და მაგარი შეკითხვა იყო ძალიან. შემდეგი კითხვა: რომელ ადგილზე დააყენებდით ტოტოს საუკეთესო მენეჯერებში? ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო არის. პირველია ჩემთვის, როგორც მენეჯერი პირველი. დღეს თუ ისტორიაში? ისტორიაში პირველია, როგორც მენეჯერი? ბერნი ეკლსტოუნი? ბერნი ახლა ცოტა ხანი იყო იმ ბრედბენ. ხო, მაგრამ რაც იყო, როგორი მენეჯერი? არა, ვილიამსთან მოყოლებული ამის ისტორია ისეთია რა, არა. არა, ტოტო ალბათ ძალიან გოუთი არის. როგორც მენეჯერი. თუმცა როგორც თიმ პრინციპალი იქ ჰორნერი მირჩევა
შემიძლია პირდაპირ ვამბობ ეხლა. ხო, ჰორნერი ალბათ სასწაულით იმ პრინციპალი იყო და აკლია ფორმულა 1 ჰორნერი. იყო სილვერსტოუნზე, მაგრამ ხო. ხო, აკლია როგორც თიმ ფორმის გარეშე არ მოხდა. ასტონ მარტინშია საუბარი და შეიძლება. ნახოთ ძალიან საინტერესო იქნებოდა. გიორგი პანკოლაშვილის შეკითხვა ჩვენი ერთგული მაყურებლის, მადლობა გიორგი. თქვენი აზრით სეზონის ბოლოს ხუთეული როგორ ჩამოყალიბდება პილოტების? გიორგიმ თავისი ხუთეულით ჩამოთვალა რასელი, კიმი, ლუისი, პიასტრი და მაქსია. ლეკლერი სად წაიყვანები? კიმი. კიმი გახდება ჩემპიონი? აქვე. იმედია. აქვე, იზახე. კიმი, ლუისი. არ ვიცი, ვერ ვაკეთე. მე ესე ვიტყვი, კიმი, ლუისი, ლეკლერი, რასელი და ფერსტაპენი. ესე მგონია. იყო ჩემპიონი არა? არა მგონი, მაინც მგონია რომ მაკლარენმა, ანუ არ ვიცი, აი კოჭებში ვერ ვატყობ, რომ რაღაც სადღაც უნდა გაისროლონ რა, არ ვიცი. არა და მოდი მაქსის მაგურად მე ლანდოს ჩავარებ. სეზონის დასაწყისში გახსოვ რა ვთქვი, რომ მაკლარენი საერთოდ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს მეთქი. ანუ ტესტებიც კარგი ქონდა მაკლარენს, მაგრამ აი პროგრესი არ არის რა, მაგრამ ხო იცი როგორ იციან, ეს თუ გაისროლეს, შეიძლება ერთი წამი ამბობ. ამბობ არ ჩამოწერო და არ თქვა რომ შეცდი რაღაცაში. ერთადერთ ფერსტაპენის მაგურად ლანდოს ჩავაგდებდი, არა იმიტომ რომ მაკლარენმა მოუმატოს, რაღაც მგონია რომ მაქს აი არა აქ რა მოტივაცია ხო დემოტივირებული. მაგრამ ამით არ ვამბობ იმას, რომ ლანდოს აჩუქებს ეგრე მაგ ჩემ ხუთეულში მე-5 ადგილს, მე-4 ადგილს თუ მე-5-ეს არ მახსოვს. ძალიან კარგია ლანდო მოკლედ და იმედია ესე გააგრძელებს ნორისი. გიორგი გძელიშვილის შეკითხვა ადრე კითხეთ და მიპასუხეთ, რომ ჰამილტონი ლეკლერს ვერ აჯობებს ფერარიში და ეხლა რას ფიქრობთ? აჯობა უკვე? არ უჯობდია, აგერ სილვერსტოუნზე აჯობა ლეკლერმა. ან მით უმეტეს სილვერსტოუნის მერე რაღაც ცოტა. არა, ქულებში ჯერჯერობით წინ არის და არ მე არ ვიცი, ჩემ პროგნოზს გავაკეთებ, რომ ალბათ სეზონის ბოლოს ჰამილტონი წინ იქნება თუ ესე გააგრძელებს ჰამილტონი, მაგრამ ლეკლერმაც რო ესე გააგრძელოს როგორც სილვერსტოუნზე არ ვიცი, ანუ რა ვიცი. ართული სათქმელი. მოდი, ესე ცოტა გრან-პრით ნუ ვისაუბრებთ იმაზე, რომ ვიღაცამ უკვე აჯობა და ალბათ სეზონის ბოლოს თუ აჯობა ჰამილტონმა, ავდგებით და ვიტყვით რომ შევცდით და აჯობა. რა პრობლემაა? საერთოდ პრობლემა არ არის. ნეტა ყველაფერი ვიცოდეთ რა როგორ დამთავრდება. ჩვენ ვამბობ ჩვენ პროგნოზებს. ჩვენი სუბიექტური აზრია მხოლოდ და მხოლოდ ეს და არ არის რაღაცა აუცილებლად ესე არ უნდა მოხდეს როგორც ჩვენ. აუცილებლად ასე არ არის. ნიკას შეკითხვა, ბოლო შეკითხვა ჩვენი გულშემატკივრისგან, თქვენი აზრით დღეს ლუისი მერსედესში რომ იჯდეს იქნებოდა თუ არა მთავარი ფავორიტი წელს კი? სხვა პირდაპირ უპასუხებ ამას. ისე ანტონელი ლუისი რო იყოს რას როგორ? რაფი ანტონელი? თლად ეგეთი კი მე მგონი არ არის. ჩემთვის კი. არ ვიცი. ალბათ ლუისი კარგად მოერგო ძალიან. ვიცი რა არის? ხო, ალბათ მაინც ლუისი მით უმეტეს ამხელა გამოცდილება აქვს. იმ ყვითელ დროშებზე ლუისიც მოიგებდა მაკ-პოულს. აუცილებლად. და ასე შემდეგ გამოცდილებით და იმით რომ სიჩქარე ჯერ ჰამილტონს არ დაუკარგავს, ალბათ მაინც ლუისი, მაგრამ ვერ გააცამტვერებდა კიმის. არა, ნამდვილად ვერ გააცამტვერებდა, ეგ კი არა. სერიოზულ პრობლემებს შეუქმნა. ცოტათი წინ ალბათ. ხო, ნუ წინ იქნებოდა ლუისი მოკლედ. ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრებს ამ შეკითხვებისთვის. არ დაგავიწყდეთ რომ ამ გადაცემაზეც დაწეროთ კომენტარები, თქვენი დასვათ, შემდეგ გადაცემაზე აუცილებლად უპასუხებთ. თქვენი შეკითხვებს ჩვენი შემდეგი რბოლა იქნება სპა-ფრანკოშამზე, ყველაზე გრძელი ტრასა, კალენდარში 7 კილომეტრიანი ტრასა, 17-19 ივლისს იქნება, რა თქმა უნდა, სეტანტა სპორტის პირდაპირ ეთერში 18 ივლისს იქნება კვალიფიკაცია 18 საათზე თბილისის დროით, ხოლო 19 ივლისს ბოლა იქნება 17 საათზე. თბილისის დროით და სპაც ის ერთ-ერთი ბოლა არის, რომელიც 1950 წელს იყო. უბრალოდ აბსოლუტურად განსხვავებული კონფიგურაციის სპა იყო. საერთოდ სხვა სპა იყო. რაღაც სოფელში შედიოდნენ და რაღაც ნივილშიც იყო, ზოლდერში სტარდებოდა ბელგიას თუ შევახებთ რბოლები, ზოგადად ძალიან მაგარი ტრასაა, ძალიან მაგარი ბუნებით, თავისი ურუჟით და ასე შემდეგ. შუმახერს აქვს აქ რეკორდი 6 მოგება აქვს, 5-5ჯერ აქვს მოგებული სენას და ლუის, 4ჯერ აქვს რაიკონენს, კლარკს, მოკლედ ძალიან უყვართ პილოტებსაც თვითონ ეს ტრასა და იმედი გვაქვს რომ საინტერესო ბოლა გამოგვივა აქ და აქაც და ბატარეის მომენტი იქნება. მოქმედ პილოტებზეც თქვა ხო, ლეკლერს და პიასტრის აქვს მოგებული და ლეკლერს ეს მოგება სპაზე საერთოდ კარიერაში პირველი მოგება იყო შარლისთვის და შემდეგ მონცაც მიაყოლა, ნახოთ. აქ 3ჯერ აქვს მოგებული თუ წავედით ვისოლის
ფენტეზი ლიგაში, სადაც მთელი ეს სეზონი, მთელი შარშანდელი სეზონი შარლ ლეკლერი მყავდა ტოპ პოზიციაზე, მყავდა X2-ზე და შევცვალე. გააგდე ლეკლერი შენი. მოვიყვანე ანტონელი. და რა მოხდა? თითქმის 2 წლიანი შესვენების შემდეგ ლეკლერმა მოიგო გრან-პრი. აღარ ავიყვან. აქამდე გაგეშვათ. ფერარის გულშემატკივრებს პირდებით აღარ ავიყვან თუ ეს ყველაფერი შალ შველის. მაგრამ მე მერსედესის გულშემატკივრები დამცხებენ ანტონელი, მაგრამ ანტონელი მამამდეც იყო რბოლები რომ ხულა. ანტონელი მე მყავს. მაგით და ანტონელი უბრალოდ არ მომდიოდა და თორე აქამდე აიღებდი ანტონელი. არა ანტონელი დავიწყებდი საერთოდ უბრალოდ იქ მერსედესიც მინდოდა, ფერარიც მინდოდა და აი ლეკლერისკენ მაინც გავიწიერა. შენ ჰულკენბერგი არ ყავს, ხო? კი, მყავს. ყავს, აბა რითი მომიგე, ანუ 242-ით 240. მოგიგე ფერარი, ჩემ მაკლარენი ყავს, მე ფერარი ბორტოლეტოც გავაგდე და ვინ მოვიყვანე ბორტოლეტოს მაგივრად? ბოტასი მოვიყვანე ბორტოლეტოს მაგივრად, იმიტომ რომ მე არ მომდიოდა კიმი და არ მომდიოდა ფერარი. ბოტასმა გაგიმართლა იმედები, 5 ქულა და მინუსში არ წავიდა ყოველ შემთხვევაში. ლინდბლადმაც და ბორტოლეტომაც შვენიერი ქულები დააგროვეს და ჰალკი მიუხედავად იმისა, რომ გამოეთიშა რბოლას, მხოლოდ -7 ქულა დააგროვა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გასწრება ჰქონდა რბოლაში. ხო, ჩამოქვეითდებოდა ნელ-ნელა ავიდოდა ზემოთ, ჩამოქვეითდებოდა ისევ ავიდოდა ზემოთ. მოკლედ, წავაგე. ეს 254 ქულა ავიღე 252. ამით დავასრულოთ ჩვენი გადაცემა ბოქსები იყო ეს ატასთან და ლიოსთან ერთად დამავიწყდა ჩვენი სახელები. შეიძლება ლოუსონები დაუძახო ლოს გადაცემა ბოქსები კარგისა. ატასთან და ლიოსთან ერთად იყო ბოქსები, შევხვდებით უკვე ბელგიის გრან-პრის განხილვაზე. ხო, შევხვდებით ბელგიაში, შეგახსენებთ ისევ და ისევ, რომ გადაცემის სპონსორია ენერგია ბორჯომისგან 100%-ით ნატურალური ენერგეტიკული სასმელი, მოკლედ შევხვდებით სპაზე.